მეგა შოუ ვინ არის დაბრუნდა იმედის ეთერში, მიმდინარეობს გამალებული სამზადისი ახალი სეზონის მეორე ეპიზოდისთვის, რომელსაც მაყურებელი დღეს საღამოს იხილავს. ახალი გმირები, კოსტუმები და შესანიშნავი სანახაობა გველის, რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის. მანამდე კი სტუდიაში მინდა მოვიწვიო აბა, ესეთი დაფტაფები უნდა იყოს. ირაკლი კავსაძე მესამე სეზონის გამარჯვებული ჩელო, პირველსალმო და გია ბაღაშვილი მეოთხე სეზონის გამარჯვებული კენგურუ ბატონო. მობრძანდით ვიფასებო. მობრძანდით. კოსტუმებით არიან თუ პირდაპირ? აი სანამ ეთქობა იქ სანამ მობრძანდებიან, იცი რა არის? არასდროს მეგონა რომ წარდგენის დროს გია ბაღაშვილი კენგურუ რაღაცნაირად ჩაცხოდა და ირაკლი კავსაძე ჩელო. მე მგონი კოსტუმებს იცვავენ და იმიტომ დაგვიანდა მათი შემოსა. და განიძარცვეს ყველაფერი აბსოლუტურად. იმიტომ რომ პრინციპში უკვე გახდა ნათელი ვინ არის, აქედან გამომდინარე, აღარ საჭირო შენებო თქვენი მოგესალმებით. იგი გამორჩეული მონაწილეები, გამარჯვებულები, მაგრამ ნუ ისეთი სეზონები გვაქვს. არ გეწყინებათ ალბათ რომ ვთქვათ რომ ვინ არის გამორჩეული ამ გამარჯვებულებს შორის და თუნდაც მონაწილეებს შორის უკვე ვიბნევით ხოლმე, ხო, ისეთი. რა არის? ისეთი იმხელა საქმე გააკეთეთ უკვე რომ ამას მოხერხება უნდა ესე ვიღაცას ეს შეიძლება ადვილი ეგონოს რა უნდა კაცო ჩამოიცვე ეს კოსტუმი და იხტუნავე და ეს აკეთო. მაგრამ სიმღერა ცეკვა იქა ქორეოგრაფია ყველაფერს თამაში ყველაფერს მე პირდაპირ ვიტყვი ხა ირაკლის გაცილებით სრული ამოცანა ქონდა მე თუ მკითხავ ყველასა შედარებით ვინ რომ წარმოიდგინე ჩელო რომელიც ფოტოშორი შენ მეგონე და გაჩერებდი ხოლმე იმედის ეზო ჩელო დიდი მადლობა ეს დიდი კომპლიმენტია ირაკლის შემადარეს ესე და მეთქი შეხوارა და არა და მე უხელ წამომიდგენია რომ თქო ირაკლის პოზიციაში ყოფილიყავ წარმოუდგენელი რაღაც გააკეთა იმიტომ რომ ნუ ოსტატია და იმიტომ რომ ჯერ მარტო სხეულის ენით შეუძლია საოცრების კეთება და ეს დამტკიცებული აქვს ვაშინგტონში და არა მარტო ჩვენთანაც მაგრამ რომ წარმოვიდგენ რომ არაფერი სხვა და აი წარმოვიდგინე უბრალოდ ინსტრუმენტი და ეს უნდა გააცოცხლო და გააცოცხლო და როგორ და თან განავითარო და ასე შემდეგ და ძალიან ემოციური მომენტი იყო მე თქვენ რო გადაეცით გიას ანუ კენგუროს ეს დაჰდამავალი თასი ასე ვთქვათ აგრეთვე ძალიან მოულოდნელი იყო გია რო გამოჩნდა ამიტომ მე ვესწრებოდი ფინალს და დავინახე გია აი მე ყველაფრის მოულოდნელი იყო აი კეფით ვიცანა და მეთქი გია არის ესე გამეხარდა მოსწონდა ირაკლის უნდა გადმოეცა კიდე სხვა პატივია ხო ალბათ ბატონ ირაკლის რა თქმა უნდა ჯერა ახლა მეგობრობა და ხო მაგაცი რო გადმოგცემ სხვა არის თან რო არის ის მეორე მეგობარი იქით გა ოთარ დადიშვილი კი მეგონა რომ ისრობდა უთხარი კიდეს იმიტომ რომ ახლა ხო იცი ერთმანეთის ყველაფერი რო იცი მაგრამ ორ მაგაცაც იხარულო რო ვერ გიცნობს ფერეჟა დიდი ხნის ახლობელი მოდი გავიხსენოთ ეს გზა განვლილი ნუ საოცარი პროექტია უკვე მეხუთე სეზონია ამ ყველაფერს ამტკიცებს ჩვენი გამორჩეული მეგა შოუ და ძალიან ბევრი რამის გაკეთება უწევს მონაწილეს ასე ვთქვათ კონკურსანტს სცენაზე იქ არის რა თქმა უნდა ნუ სამსახიობო რაღაცა შენიღბვა ამ ყველაფრის ქორეოგრაფიაც არის ხო ბუნებრივია ასეთი თუ ისეთი რაღაცნაირი მაინც უნდა წარმოადგინოთ რა თქმა უნდა ვოკალი შემდეგ ეს ურთულესი უდიდესი რაღაც ნიღბების ტარება იმიტომ რომ იმაში მოძრაობა ნუ ზოგიერთი თოჯინა ისეთი რასაუდა ნიჭიერი ადამიანი იყო ნიჭიერს ამ თოჯინასთან ერთად ბუნებრივია აი ეს გავიხსენოთ რა გიჭირდეთ ყველაზე მეტად რომელიმე ეპიზოდზე თუ იყავით უფრო დაძაბულები რაიმე ისეთი განსაკუთრებული თუ გახსოვთ რაღაც აი ამ გამლილ გზაზე იმიტომ რომ საკმაოდ დიდი ხანი ემზადებით შემდეგ ეს ჩაწერები დიდი ხანი გრძელდება ეს პროცესი თვეების განმავლობაში უსასრულოდ შეიძლება ამაზე ლაპარაკი ჩემ ვინაიდან ყველაფრით გამორჩეულია აი რო ვთქვა დასამახსოვრებელი აბსოლუტურად ყველა ეტაპი არის დასამახსოვრებელი კიდე კაცმა არის ეს აი ხილად ვისაუბრეთ ჩვენ თვალეთში რომელი უფრო აზარტულია მოსამზადებელი პერიოდი თუ შემდგომ რაც გამოგაქ რა თქმა უნდა და თანაც ყველაზე უფრო საინტერესო ეს რომ დიდხანს იწერება დიდხანს გრძელდება რაღაცნაირად გადიხარ ემოციურად ყველა ფაზას ყველაზე მეტი სირთულე მაინც ეს არის ის რომ მოითხოვს პროექტი უნივერსალიზმს აი ერთი მხარე არ არის საკმარისი თან განსაკუთრებული სირთულე ანუ რა უნივერსალური ხართ ესე იგი რომ ამ უნივერსალიზმში ამდენობასაც ჩაიმარჯვებენ არ არის უნივერსალური არა ყველას ეგ მოითხოვება იმიტომ რომ ერთია რომ გიწევს იმოძრაო იმღერო და მეორეა რომ შენ თავს არ უნდა გავდე მაგრამ თან ისე არ უნდა გავდე რომ თან ეს ყველაფერი საინტერესო იყოს თან კონკურენტული იყო იმიტომ რომ იქ ესწრება საზოგადოება ვინც ადგილზე ხმა უნდა მისცეს და თან მე ვფიქრობ გამოგიცნონ და თან დაგტოვოთ პროექტი თანაც ეს უნივერსალიზმი რატო ვახსენე
კიდე ერთ ვისებას მოითხოვს, რომელიც ხშირ შემთხვევაში შემოქმედისთვის, არტისტისთვის ასე პირდაპირ აუცილებელი შეიძლება არ იყოს, როცა გამოდის სცენაზე. ეს არის მებრძოლი ხასიათი და ისე გარკვეული სპორტული უნარები, იმიტომ რომ როგორც დიდი რამაც შიკვაძე ამბობდა, რა ჭირდება მსახიობს, ჭირდება ჯანი ჭირდება, აი თუ სადმე ჭირდება, აი აქ ჭირდება. ირაკლისაც რომ მკითხოთ, აბა თქვენი გამოცდილებაც რომ გაგვიზიაროთ. მეთანხმები გიას ყველაფერში ეს საოცრად ემოციური პერიოდი არის. თავის დამალვიდან დაწყებული ტყუილებით და არ ჩერდება, იმიტომ რომ სულ უნდა იტყუებოდა. საერთოდ არავინ არ იცოდა თქვენს ოჯახში თუ ვინმე მაინც იცოდა. აი ხა ერთ რამეს გეტყვით. ნუ უკვე გავიდა დრო, პერიოდი გავიდა და ოჯახის წევრებიც გამომიტყდნენ. ეხლა ირინკა მაგალითად პირველივე ტურზე აი რედიო გაგარო შევასრულე. იქ პირდაპირ თქვა მე მამა ჩემი არისო. პირდაპირ და არა, ესო მამა ჩემი არისო. ამაზე თავს დავდებ, მამა ჩემი არისო. და რა, ამ დროს თქვენ რა მე საკეთებთ? არ ვიცი, არა, მე არ ვიცი ამ დროს, ეხლა ეს ამას მიყვებოდნენ. და მომიყვნენ, რომ აი ისხდნენ და დაიწყო რა. ეს ამერიკაში არის საუბრები საქართველოში. ხო და პირდაპირ თქვა, რომ ეს მამა ჩემი არისო. მე ნელ-ნელა გამომიტყდა ხალხი, რომ მივხვდითო, მაგრამ მე ვეკითხებოდი, კაცო, რატო მივხვდით მეთქი? რა იყო ამ ხელა კოსტიუმი მედო თავზე მეთქი. არ ჩანდი არაფერი, ყველანაირად დამალული ვიყავი თქო. შენიღმული. რანაირად, ირაკლი რა არის, იცი, მაინცო ჩვენთვისო, ეხა ურთიერთობა რო გვაქვსო, ვინც ახლო არის. ახლოს ვართო, ძალიან სპეციფიური ხმა გაქვს. სპეციფიური ხმა. მე მეთქი რომ არ მიმღერი არასდროს მეთქი ასე პუბლიჩნა რო ეტყვია. და არა, მაინც სპეციფიური ხმა გაქვს, მაგრამ იყო თან შიგნითაც იყო რაღაცა ის კამათები რომ არის არ არის, არა მაიცა ბიჭო. ერთმა ჩემმა ძმაკაცმა მომწერა, ოხ შეჩელო შენ. მე ამასობაში ამერიკაში ვარ უკვე. ოხ შეჩელო და მეთქი. გასმელაპარაკები მეთქი. ვინ არის შენი ჩელო? გასმელაპარაკები მეთქი. არ მომწერა, იმიტომ რომ მეორე ძმაკაცმა დატუხსა, ხო გეუბნებოდი არაფერი არ უთხრაო კაცო. თუ პირიქით არ შიგნით იყო რაღაცა ეჭვები, რომელზეც მოდიოდა, ნუ პირდაპირ ჩემთან მოდიოდა რა. ამ დროს რას აღარ ვიტყუებოდი სახში და გადაღებაზე ცხოვრებაში ამდენი ტყუილი გითქვათ? სამ პროექტის დროს მოგიწია. მართლა არ ამგონია. ძალიან შორსავარ მე ამდენი ტყუილები. მით უმეტეს რაღაცა აი ამ ცოტა დროში იყო. არა, ნუ პატარა დრო იყო და თან არის ცით ეხლა ამ ტყუილებსაც ოიძახი რაღაცა ხო უნდა მოიგონო ესეთი დამაჯერებელი რომ მოატყუო ადამიანი, ხო? და სად მითხარ გადაღებაზე, რა გადაღება არის? აი ტელესერიალს იღებენ იმედში და რა სერიალია? ახალი სერიალი არის, აღარ მახსოვს, მე რა ქვია, რეჟისორი ვაი რეჟისორი. რეჟისორი აღარ დავრეკოდი რეჟისორი ვენა იმის რეჟისორი ვინა. აი სულ რაღაცას ვიგონებდი და ვიტყუებოდი რა. და ამაშიც არის ცით აზარტი რომ შენი თავი რაღაცნაირად დამალო. სახლიდან რო გამოდიხარ, უკვე გამოდიოდი შაცმული შენი ხმა მეთქი აი კარის მეზობელი არ შემხდეს, მეტი არაფერი არ მინდა მეთქი გიჟი ვეგონებით ხო რა. ორივესთან მაქვს ეს შეკითხვა და მიპასუხეთ, ახლა გინდა არ გინდა ადამიანს, ოდესაც იღებ მონაწილეობას ასეთ შოუში, გამარჯვება გინდა, ხო არის, გქონდათ ეს რომ გამარჯვება გინდოდათ და რამდენად დარწმუნებული იყავით რომ გამოგივიდოდათ და ბოლომდე გაყვიდოდით თუ არა? რა თქმა უნდა, ახლა წაგებისთვის ოლიმპიადა ხო არის მონაწილეობა. მით უმეტეს ისეთი აზარტული ხალხი როგორიც თქვენ ხართ. თუმცა წინასწარ მართლა მქონდა გასცემთ რომ ხო არის თან სხვა ვინ იღებს მონაწილეობას. ერთი მქონდა შინაგანად ასე ვთქვათ, რაზეც ვიყავი მომართული რომ ჩემი მაქსიმუმი მეჩვენებინა და რაც მანამდე მქონია გონებაში, აი ეს რო გამეკეთებინა ნეტა მიცნობდნენ თუ ვერა. აი რაღაც ჩემეული ექსპერიმენტები ჩამეტანებინა, მაგრამ მე მადაჭამაში მოდისო, მაგრამ ყველა საინტერესო იყო ის რომ ფინალამდე საერთოდ პრიზი რაიმე თუ იყო, მე არ ვიცოდი. ანუ ეს мотивация და იმის ინტერესი ეს არის მთავარი. და მე მგონი ამ ხრივ უფრო საინტერესო იყო, იმიტომ რომ წმინდა შემოქმედებით მიმართულება სირთულეს გეტყვი მე ხა მანამდე რომ ვკითხეთ რა იყო ყველაზე უფრო მეტად. სირთულე იყო ჩემთვის ის რომ აი ხმის დამალვა რასაც ამბობდა ირაკლი
ყოველ შაბათს როცა ეთერში ხარ, შენი ხმა გინდა არ გინდა იციან. და ნუ აი ტემბრი ხო ურჩი არის. კი, უთქვათ რომ ხმაზე გიცანით, რომ მოტრიალებულო. მე გამკვირვებ, იმიტომ რომ თუ ამდენად ხო ასე არ აღიქონს საკუთარ ხმას ადამიანი. როგორც კი საშუალო რეგისტრში, ანუ მეტნაკლებად ჩემს დიაპაზონში მიწევდა რაღაცის წამღერება, მაშინ ეს საოცარი გუნდი, საერთოდ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ აი ამ პროექტის წარმატების ასე ვთქვათ ფორმულა არამხოლოდ მონაწილეებშია, პირველ რიგში იმ ხალხში, ვინც ამას ამზადებს. კი. იმიტომ რომ აი უნივერსალიზმი რო ვთქვი, ნებისმიერს გამოიყვანენ უნივერსალად. ისეთი გუნდია და იმ ხელა ასე ვთქვათ შესაძლებლობებს ასე ვთქვათ ახერხებენ რომ ვთქვათ გამოაშკარავებინო მონაწილეს და ამ შემთხვევაში როგორც კი საშუალო რეგისტრის წავიდა დაღუპული იყო საქმე და ეს კლასტომი აი ვიყავი მთელი რეგისტრი და ერთი მომენტი იყო როდესაც აი ფინალში კრის ტაილერის შესრულებით ცნობილი სიმღერა არმაგედონი 4 წუთზე მეტი ხანს ჟღერს და აი რომ ვიწყებდი და საშუალო რეგისტრის დიდი დიაპაზონის დაბლა იწყება და ესე იგი ან უნდა მემღერა ცუდად და ვერ ეცნოთ ჩემი ხმა ან ისე როგორც ვლიდი რომ უფრო კეთილხმოვანია და ჩანდა. ნუ მეთქი თუ იმ ორმა ფრაზამ ხნა და მიცნონ ჯანდაბა და გავძვერი საბედრიო ხოჭა აი იქ მანიკამ კაი სამსახური გამიწია იმიტომ რომ რაღაცა შეზახელი რაღაც შეფასება გააკეთა რომ კარგია და ყურადღება აი თუ ბატონებო უკვე ესე იგი მეხუთე სეზონი არის უკვე შესული ესე ვთქვათ ფაზაში რაღაც ნიშნულოვანი კი პირველი ნიღაბი მოხსნილია თუ უყურეთ ჯერ პირველში მაინტერესებს რა საოცარ თოჯინაში იჯნა ქალბატონი ნატო გელაშვილი მე ესე არ არის არეწყნოს მაგრამ მეხუთე სეზონია და ასე თოჯინი არ მომდობებია ისე რომ მე თქვი რომ მეც კი ვიჯდებოდი თოჯინაში მეთქი ისეთი ლამაზი იყო თუმცა ძალიან კარგი მონაწილეები არიან უკვე კიდე შემოგვემატებიან ხო როგორც ვიცი კი თავისთავად გამოიკვეთა თუ ყავთ თქვენი ფავორიტია ეს პირველი ეპიზოდიდან გამომდინარე ჯერ ამაზე საუბარი. ნუ თოჯინა თუ მოგეწონათ ჩემსავით რომელიმე. ო მაგრამ ჩაჯდომა აღარ უნდა დარწმუნებული ვარ იყო. ნახეთ რა ლამაზია. საოცარი კოსტიუმები არის მე თეატრიასთან დაკავშირებით არ ვიცი ხელები ამიწევია. იმიტომ ეს მართლა საოცრება, სოფლიო დონის რასაც ქვია, მართლა ესე თოჯინები თან მოარგო შენ ამ მონაწილეზე ისე რომ მონაწილე გრძნობდეს თავს მე პირველი რა იყო რომ ჩავიცი მე დავიწყე კაცო მოძრაობა ეხა როგორ ასვაკეთებს სად გავწიო ხელი ფეხი სად მიდის რამდენად შორს წავა ეს ყველაფერი რამდენად მაძლევს საშუალება სრულიად ზღაპრული და ფანტასტიკური თოჯინები იმიტომ რომ ეხა მე ჩემი ასე ვთქვათ კონკურენტების თოჯინებსაც ხო ხედავდი არა არა, პირველი რაც, მაგრამ ერთადერთი რაც იყო, რაც მინდოდა მეთქვა მე წინასწარ გამაფრთხილეს სანამ პირველ ეპიზოდს ვიმღერებდით, ჩვენ ხო რეპეტიცია გავიარეთ, რა თქმა უნდა, კოსტიუმით, ვიმალებით იქაც და პირველი რაც მითხრეს, ირაკლიო, თუო რაღაცა ვერ ახარო, კარგათო, აი ეს გააკეთეო. და მართლა მომიწია მაგის გაკეთება. პირველი რომ დავამთავრეთ რეპეტიცია, მეთქი ხალხ რომ მომხსენე და აბა სასტრაფოდ გამიყვანე, შემიყვანე, დამალეს ფარდა ჩამოაყარეს და მომხსენეს და ამოვისუნთქე. მე დავიწყე ნელა-ნელა ამის ადაპტაცია. რომ გამეგო როგორ მივუდგე ახლა აი ამ თოჯინას ისე რომ არც დავიხრჩო შიგნით ეს ყველაფერი მოქმედებაში მოვიყვანე და პლუს როგორც გიამქვა ესეც გააცოცხლო და ბოლოს გიყვარდებათ თქვენი პერსონაჟი ხო? არა გიყვარდება რომელია როგორ შენი გაგრძელება ხდება ფაქტიურად არა? არა რო უყურებდი ამ თოჯინას და დავამთავრე მეთქე დამთავრდა ურთიერთობა დასრულდა მაგრამ მეორე წელს მაინც მომიწია გამოსვლა აი გია სეზონში როგორც პარტნიორთან ასევე ჩემი სოლო ესე იგი მანიკას ძალიან უნდა ითხოვს სხვათა შორის რომ all star იყოს რომ ხა ჯერჯერობით მეხუთე სეზონია და ერთი 10 სეზონი მაინც უნდა ჩატარდეს რომ შემდეგ უკვე გამარჯვებულების სეზონი იყოს ეს იქნება რაღაც საოცარი სანახაობაზე წარმოიდგინე. გამარჯვებულობა ცოტა ესე მეჩვენებდა რომ უკვე მან მივიდიოდ კი არა. აი ამაში ასე უკვე ვიცით ვინ არის. ხო. აი ამ რაღაცას ფარი მოსაფიქრებელი. არა, ხო, მაგრამ იგივე თოჯინები ხომ არ იქნება შემდეგ უკვე სხვა ნიღბები. აქ მთელი არსი და მთელი აზერბაიჯანი არ აქვს ალბათ ამაში. ქალბატონი ნონა ხშირად მithkomს და პრინციპში 10-ვე მიხვდები ვინ არის. ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილის შემდგომ ელოდები ნებისმიერ ადამიანს. ამაზე უფრო მაღლა ხო არა მარტო ჩვენთან პლანეტაზე არა მეგულება ხო და
შესაბამისად, როცა იმ 1000-ობით და მეტიც 10000-ობით არჩევანიდან ფიქრობ, მაშინ შეიძლება უამრავი ვერსია გქონდეს. ახლა როცა 10-დან არის გამოსაზრდობი ბოლო-ბოლო. ანუ ჯერჯერობით ამ სეზონის ფავორიტს ვერ ასახელებთ, რადგან ჯერ მეორე ეპიზოდამდე მივედით დღეს. არ მინდა რა. გაიხსენებ წინა სეზონებს, მე იხსენებ. მე უფრო ხდები გულშემატკივარი. ერთს გაგიფხილთ, მარტო რომ სტრატეგია არის ხოლმე ასეთი, რომ ყველა თოჯინას თვლიან თვითონაც ხო არიციან, რომ ვის რა პერსპექტივი აქვს და რა როგორ განვითარდება, რომ თავიდან შენიღო სულ სხვა მიმართულებით, საერთოდ რო არ ფიქრობს ადამიანი იმ კუთხით. და აი მე არის ხოლმე სადღაც მესამე მეოთხე ეპიზოდის შემდგომ იკვეთება ხოლმე ფავორიტები რა. შუა ესე იგი ერთ ორ სამკვირვაში და დაგიწყდა. მე ვიყავი აუტსაიდერის როლში პირველი ფრაგმენტი რა, იმიტომ რომ ორნი დავჭით ბოლოს და უკვე მაყურებელმა გადაწყვიტოსო და მე ამასობაში 3 დღეში მივდიოდი ამერიკაში. უნდა მეთამა უკვე ბილეთი მქონდა აღებული და უნდა მეთამაშა სპექტაკლი. აი აქ ეს პრობლემა თითქოს დადგა რომ ეხა შენ თუ მიდიხარ ამერიკაში და როდის აგაქვს სპექტაკლი აი ეს